ტელეფონში კიდე კომპიუტერში კიდე აიპადში კიდე პლანშეტში კიდე კომპიუტერში კარგით ეხლა კიდევ ერთი კითხვები და დავსვა ჩვენ გავიგეთ თქვენ ფილმებს უყურებთ პლანშეტში კომპიუტერში ტელეფონში ტელევიზორში და ასე შემდეგ მაინტერესებს ფილმი თუ გინახავთ დიდ ჯადოსნურ ეკრანზე მოდი ისა ხმა მივცეთ დიდ ჯადოსნურ ეკრანზე ჯობია ფილმის ნახვა თუ დანარჩენ სხვაში ვინაური დიდი ეკრანისკენ ხელი აწიეთ ყველა უმრავლესობა დიდი ეკრანისკენ არის აშკარად რატომ არის დიდი ეკრანი უფრო კარგი ვიდრე დანარჩენი სხვა მოდი აბა ერთი გამოვიდეს და მითხრას მოდი შენ ხომეთს კაცი დაუყრა ჩვენ მეგობრებს ანა მარია რამდენი წლისა 12 კატრას 12 წლის 6-დან 12 წლამდე არის ჩვენთან ბავშვების ჩვენი კინოკლუბის წევრების ასაკი შენი აზრით დიდ ეკრანზე რატომ არის კარგი ფილმის ნახვა იმიტომ რომ ბავშვობა უნდა მაგალითად შეიძლება ზოგიერთმა ბავშვმა ვერ დაინახოს პატარა ეკრანზე და მაგალითად როცა დიდ ეკრანზე ვიყურებთ შეიძლება ბავშვებიც დაინახონ და განვიყუროთ და შენი აზრით ბევრი უფრო ჯადოსნურია დიდ ეკრანზე ნახო თუ პატარა ტელეფონში დიდ ეკრანზე ნახო რომ კარგი ბაბა ძალიან დიდი ანასტასია ხო ანა მარია ტაში დაუყრათ ანა მარიას ბოდიში მოვაცხოვოთ დიდი მადლობა ჩართულობისთვის ეხლა მაინტერესებს თქვენი აზრით ფილმი რამდენი წლის წინ დაიბადა პირველად მოძრავი ფოტო 1900 რაღაცა შესაძლებელია კაი მოდი გამოხო მოდი ვიმშევოთ ერთად და მივიღოთ ერთად არა აუცილებელია თარიღი იცოდე ტაში დაუყრათ ჩვენ მეგობრებს შენი სახელი? კატოს ტაში დაუყრათ კატო რამდენი წლისა? 9 წლის შენი აზრით მაინტერესებს რამდენი წლის წინ შეიძლება დაბადებულიყო პირველად მოძრავი ფოტო? 1896 ღმერთო ძალიან ახლოს ხარ ეს მოხდა 1886 წელს 99 წელს 3 წლის შემდეგ როცა ჩარლი ჩაპლინი დაიბადა ანუ ფილმი რამდენი წლის გამოდის კინო საუკუნიდან ახლა წარმოიდგინეთ ფილმი კინო რამდენი წლის ყოფილა 150 წლამდე უკვე არის კინო ხო კინოს ისტორია შენი აზრით პირველად სად მოხდა კინოს დაბადება მაგალითად ამერიკაში ინგლისში თუ საფრანგეთში ამ სამსვით საფრანგეთს არავითარ შეხვდა ხო კარგი მაშინ მეკეთვი ეგეთ რაღაცას რომ იყვნენ ესეთი ძმები ლიუმიერები იყვნენ ადამიანები ორი ძმა რომელთაც კინოთეატრში მადლობა ძალიან დიდი შენ ყველაზე ახლოს იყავი და ძალიან დიდი მადლობა ამისთვის ტაში დაუყრათ ჩვენს მეგობრებს მაშინ პატარა ისტორიას მოგიყვებით ახლა იყო ასეთი ორი ძმა ძმები ლიუმიერები რომლებმაც გამოაცხადეს რომ ჩვენ ფოტოს ბოდიში ტელეფონები ჩაიგეთ ბავშვები და ყურადღებით რო იყოთ ჩვენსკენ სულ ამოდენიმე ხნით და იყვნენ ასეთი ძმები ლიუმიერები ორი ძმა გვარდ ლიუმიერები რომლებმაც გამოაცხადეს რომ ჩვენ ავდგებით და ყველას გაჩვენებთ რომ ფოტო დიდ თეთრ ეკრანზე არ უძრავდება რაც მაშინ იყო მოვლენა იმიტომ რომ ადამიანებს არ სჯეროდათ რომ შეიძლება აი ჩვეულებრივი ფოტო დიდ თეთრ ეკრანზე არ უძრავდეს მათ დღეს ჩვენ გაჩვენებთ რომ ფოტოზე ასახული მატარებელი იმოძრავებს ადამიანებმა ამას უწოდეს რაღაც ძალიან დიდი მოვლენა და თქვენს რომ შეუძლებელია ამის გაკეთება. იმიტომ რომ მაშინ ხო წარმოუდგენელი იყო რომ ფოტო შეიძლება მოძრაობდეს.
ძალიან ბევრი ხალხი მოვიდა კინოთეატრში. წარმოიდგინეთ ეს ხდებოდა 130 წლის წინ, მაშინ რო ცხოვრება სხვანაირი იყო. ხო ასე? არ იყო კომპიუტერი, არ იყო ტელეფონი. არა, კიდე რა არ იყო? პლანშეტი არ იყო. PlayStation არ იყო. წარმოიდგინეთ შუბიცი არ იყო ხალხთან. ტელევიზორი არ იყო და არაფერი არ იყო, იყო მარტო ფოტოები. ხო და მოვიდა ძალიან ბევრი ხალხი კინოთეატრში, დარბაზში, დასხდნენ და პირველი კადრები რამდენი წამიანი გონიათ რომ 30 წამიანი დაახლოებით, არაფერი არ იყო. არ მანქანა იყო, მატარებელი იყო, მაგრამ აი ეს კომპიუტერული რაღაცები არ იყო. დასხდა მაყურებელი დარბაზში, რომ ენახათ 30 წამში ამოძრავებული ფოტო. და უნდა წასულიყვნენ მერე სახლში. შუქი ჩააქრა დარბაზში, როგორც ეს ჯადოსნურ სამყაროში ხდება, განაჩნდა დიდი თეთრი ეკრანი, გამოჩნდა მატარებლის ფოტო და ჰოი საოცრება. უცბად მატარებელმა დაიწყო მოძრაობა. მატარებელი ესეთი კადრი იყო, მატარებელი შემოდიოდა სადგურში. მაყურებელი რომელიც დარბაზში იჯდა, გამოავიდა რეაქცია. თქვენი აზრით, ესე ვთქვი, ყურადღებით კითხვა. რა რეაქცია შეიძლება გამოვინა მაყურებელს? გაოცებული 1, შეშინებული 2, გაგვირებული 3, გაოგრებული 4. გაოცებული იყო უკვე, არა ჩაკითხვა. კარგი, მოკლედ 5 რეაქცია თქვით ახლა ჩვენ რომ გამოვავიდა მაყურებელში დაიბადა. როდესაც ეს 5 რეაქცია დაიბადა, თქვენი აზრით, შემდეგ მაყურებელმა რა გააკეთეს თქვენი აზრით? ტიროდნენ 1, დასაგებია, ეს უკვე შედეგია, მაგრამ რა გააკეთეს? ხელოვნური ინტელექტი, მაშინ 130 წლის წინ არ ამბობენ. რას იზამთრენ, რომ თუ შეეშიდათ, რას იზამთრენ? გაიქცნენ, დარბაზიდან გაიქცა ყველა და დატოვეს დარბაზი და იმ წუთიდან კინო მაყურებელთა და ადამიანთა გონებაში დარჩა როგორც ჯადოსნური სამყარო. ანუ კინო არის ჯადოსნური და კინოს აქვს უდიდესი გავლენა ადამიანებზე. ეს არის ჯადოსნური სამყარო, განსაკუთრებით თქვენი ასაკის ბავშვებს უყვართ კინო ძალიან. ამიტომ უნდა იცოდეთ, რომ კინო არასოდეს არ არის დასამცირებელი. კინოს ადამიანთა ცხოვრებაში უდიდესი ნაწილი უჭირავს. ის არის ჯადოსნური, ის არის მიმსიდველი და ის არის ბევრი ისტორიების და ამბების მთხრობელი. ხო ასეა? შევთანხმდით, რომ კინო მაგარია. შევთანხმდით, რომ დიდ ეკრანზე ყურება უფრო მაგარია ვიდრე ტელეფონში. გაში დავუბრალდეთ, რომ დიდ ეკრანზე კარგია კინოს ყურება. ალბათ ასე გიყვართ კინო. ეხლა მოდი გადავიდეთ შემდეგზე. თქვენი აზრით, კინო მაშინ შავ-თეთრი იყო თუ ფერადი? შავ-თეთრი, მართალია. თქვენი აზრით, მაშინ კინო ხმოვანი იყო თუ უხმო? უხმო. ეხლა გამოვიდეს ერთი ადამიანი, ვისაც შეუძლია ახსნას, რატო იყო შავ-თეთრი და რატო იყო უხმო? ხო არ გამოყვება თქვენს მეგობას კიდე ვინმე, ვისაც სულს ხარიაობას გამოიქცე. მოდი. არ არის აუცილებელი რომ იცოდეთ, ჩვენ შემიძლია ერთად ვიმშევოთ. შენი სახელი? შენი როგორც მახსოვს? კატოს და ლილეს როტაში დავუბრალდ. ჩვენს მეგობრებს, რომელსაც უბრალოდ თავადი ცოდნა გამარჯვა. კატო რამდენი ის ლილე რა? 10. ეხლა მაინტერესებს შენ დაგისვა, რატო იყო ფილმი შავ-თეთრი და არ იყო ფერადი? გაუნათლებენ და ჯერ კიდევ ეძებდნენ გზებს, როგორ ყოფილიყო სამყარო, ხო? და კინო იყო შავ-თეთრი, იმიტომ რომ არ იყო ტექნიკა, როგორც შეიძლება. მართალია ეს ყველაფერი, შენი აზრით, მაშინ როგორ იღებდნენ ფილმს? აი რა სიხელებდნენ, ანუ კამერა ქონდათ თუ რაღაცნაირი? ფოტოაპარატის ნაირი საქმე. ფოტოაპარატში რა იყო მაშინ? რომ ვონჩამერდნენ მე. ლენტა, ხო? იცით თქვენ ლენტები გინახავთ? ეს ლენტები როა
მე რომ მეჭრავენ. არა. როგორ გიდა? კარგი, ლენტებით იხებდნენ, ხო? და ლენტს არ შეეძლო რომ ყოფილიყო ფერად. მართალია, კატო ტაში დაუკრა და მარტო კარგი მოსწავლე შეგვიძლია შენაზეც უხმოვანო. აი შენაზეც ლენტით თუ იხებდნენ. მე ეს ლენტა უნდა რაღაცაზე გაეშუქებინათ. ამ ლენტს შეეძლო რომ სხვა გამოეცა. მაშინ მართალია აბსოლუტურად მაშინ ერთი კითხვა კიდევ დავსვა. რანაირად იგებდა მაყურებელი რომელიც დარბაზში იჯდა ყურადღებით კარგ რაღაცაზე მივდივართ. რანაირად შეიძლებოდა მაყურებელს გაეგო რა ხდებოდა ფილმში თუ იქიდა ხმა არისმოდა თუ მუსიკა არისმოდა. უკაცრავად ფოტოებით და კიდევ ერთი რამე ძველი შავ-თეთრი ფილმები გინახავთ? აი რო შავდება ეკრანი და იქ რო წარწერა გამოდის. ეს არის დიალოგი, რომელსაც სახელები ერთმანეთს შელაპარაკობენ, ხო ასეა? მაგრამ იმას ჩვენ ვკითხულობთ. მაგრამ ბავშვებო, ყურადღებით. თქვენი მეგობრებით განანახთ და უბრალოდ რომ რაღაცა თქვა. შენი სახელი ბოდიში? ანასტასია. დაჭერი და გვისმინე. ესე იგი ამ ტიტრები რო გამოდიოდა, მაყურებელი თუ შორს იჯდა. და ვერ კითხულობდა, რა უნდა ეკნა ფილმის წარდგენას, რა უნდა ვეფიქრები. შენია. ხო, მაშინ შენიაზე? სულ წაიღო. ხო, მაგრამ აი ახლოს ვარ მოსულიყრე, რა უნდა ეკნათ. ესე იგი მე გეტყვი. იყვნენ კინოთეატრში იყვნენ კომენტატორები, რომლებსაც დიდი რუპორი ეჭირათ, მაშინ მიკროფონიც არ იყო და ყვიროდნენ, კითხულობდნენ ამ ტექსტებს, რაც სცენებს შორის გამოვარდებოდა ხოლმე და ამით მაყურებელი იგებდა თუ რა დიალოგი მიდიოდა. კიდევ რა დამხმარე საშუალება შეიძლება არსებობდეს. აი მუსიკა შეიძლება არსებობდეს. ზუსტად პიანინოთი და ორკესტრი. მუსიკა ფილმთან ერთად მიდიოდა მუსიკა, რომელიც განსაზღვრავდა ჟანრს. ჟანრი იცით რა არის? ჟანრი რა არის? აი ფილმის ჟანრი მოიგო რა. კომედიური, კიდე როგორი არსებობს? საშიში მართალია, კიდე სამხიარულო კიდე როგორი ჟანრები? ჟანრი არის ეს. კაცი დასწრებით ბავშვებო აღარ გაგლით და შევუკრა ჩვენ მეგობრებს ჩვენ შემდეგი ჟურნალები რომ მოგივართ, როცა მოგივართ, მე თხოვნა მექნება მშობლებთან, რომ ბავშვებს წაუკითხოთ არ წააკითხოთ, იმიტომ რომ ძალიან ცოტა, მაგრამ შეგიძლიათ ისეთი ინფორმაცია წერია, რომელიც ძალიან გამოსადეგია. და შემდეგიდან ჩვენ ესეთი ინტერაქციები გვექნება და მინდა რომ ბავშვები ჩართულები იყვნენ ამ ყველაფერში, რომ როდესაც საუბრობენ ერთმანეთში კინოზე, მე უფრო იზრდება ამ კინოს მიმართ ინტერესის და სიყვარულის და არა ისეთი დამახინჯებული ფორმით, ბოდიში ამ სიტყვაზე როგორი შეიძლება ტელეფონიდან ამოვიდეს კინო, არამედ ისეთი როგორც საერთოდ არის საჭირო და ჩვენ ვიცით. კარგი, მოკლედ, ეხლა კიდევ ავხსნი. ესე იგი, როდესაც ამერ კინო იყო შავ-თეთრი და ფერადი, შავ-თეთრი და უხმო, იყვნენ კომენტატორები, რომლებსაც დიალოგები უნდა წაიკითხათ ხვალ-ხვალ და იყო მუსიკა და იყო ამ მუსიკის ჟანრები. ჟანრი რა არის ბავშვებო, მოდი კიდევ ერთხელ ჩამოვთვალოთ. ჟანრი არსებობს, ფილმი არსებობს, კომედიური, ტრაგედია, მხიარული, საშიში, სატირა, მართალია, ოჩო, სატირა, კიდევ მოწყენილი ხარ ხო, მე? ხო, შოკოლადებს არ გაჭმევ? არა. კიდევ სასიკვდილო რა არის? აი იყოს. საწყალი. არა, უფრო კარგად თქვა ისე კინოსცენაზე თქვა. კომედიური, დრამა, მუსიკალური ფილმები,
ანიმაციური თქვენი საყვარელი ფილმები, ანიმაციური ფილმები. სასიკვდილო რა. უხმო, საშიში. კიდე როგორია? კიდე ხო არის კომიქსები, მანგა, ანიმე და ასე შემდეგ. ჟანრები არის ბევრნაირი. კარგით, მოდრეთ მეორე საკითხზე გადავიდეთ. ჩვენ ვიცით, რომ ფილმი დაიბადა 150 წლის წინ, ვიცით პირველი კადრები რა იყო, აბა გავიხსენოთ უცბად. არა, პირველი კადრები შავ-თეთრი დოკუმენტ ფილმის დროს რა იყო? მატარებელი რა, ხით. ამწამს არ ვლაპარაკე, მატარებელი შემოდიოდა სადგურში. პირველი რეაქცია კაცობრიობის რა იყო? შიში, გაიხსნენ დარბაზიდან. მაგრამ მე მივხვდი რომ ეს საშიში არ იყო და უბრალოდ იყო ჯადოსნური, ხო ასეა? და გადავიდეთ მეორე საკითხზე, რადგან ფილმი იყო შავ-თეთრი და უხმო, მას ახმოვანებდნენ კომენტატორები, რომლებიც კითხულობდნენ შუალედურ ტიტრებს და იყო მუსიკა. მუსიკა სხვადასხვა ჟანრის. თუ იყო დაძაბული სიტუაცია, ბარაბნები უკრავდა რომ ახლა დაძაბული სცენა იქნება, თუ სასიყვარულო სცენარი იყო მელოდიური ისეთი მელოდრამული რაღაცა მუსიკა იყო რომანტიკული, თუ იყო კომედიური, იყო ჩხარი და რაღაცა კომიქსური ისეთი მუსიკა და ასე შემდეგ. ეს არის ჟანრები, ხო? კარგით. ხო არის დღევანდელ ფილმს რა ქვია? მატება, ვის გაქვს ნახე ეს ფილმი? შენ გაქვს ნახე? გამოიქცე, აბა? კიდევ ის აქვს ნახე. შენ გაქვს ნახე? მოდი, კიდევ ხარ მატებას, მოდი. მოდი, რა ქვია შენ? მოდი ჩვენთან. იოანე რა გაისახელია? დაში დაუბრათ იოანეს. შემოსახეთ. მარიამს დაში დაუბრათ. ვინ არის მატილდა? პატარა ბავშვი, გოგო თუ ბიჭი? მატილდას როგორ ოჯახში ცხოვრობს, ხო გახსოვს? როგორი ფერი არის მშობლები? ბრაზიანები არიან. რატო არიან მშობლები ბრაზიანები? მატილდასგან განსხვავებით, ხო არის? რა ერთი მიზეზი არის? მშობლები ციგნის კითხულობენ? აბა გასაკეთებენ მშობლები. მართალია, ტელევიზორს უყურებენ და მატილდა რა შევა, ტელევიზორს უყურებს თუ ციგნებს კითხულობენ? ესე იგი მატილდას უფრო კეთილი ფიქრები გააჩნია, ხო? მშობლები კიდევ უყურებენ ტელევიზორს და სულ გაფრთხილებულები არიან, ხო? ასეა. როგორ ვითარდება მოვლენები მატილდას ფილმში? ოღონდ მოკლედ ისე რომ წინასწარ არ უთხრათ არავის. კარგი, დასხედით ძალიან დიდი მადლობა. ტაში დაუბრუნდა ჩვენ მეგობრებს აუცილებლად, იმიტომ რომ მათ ეს ფილმი ნახია. ეს ფილმი თქვენი ასე ბავშვებო სცენარიდან არის გადმოტანილი და გადაღებული თუ ჯერ წიგნი იყო დაწერილი? ხო არიცით ვინ იყო ამ წიგნის ავტორი? დენი დევიდო რეჟისორია ფილმის. დენი დევიდო იცით მსახიობი? დაბანა ყველაზე საყვარელი მსახიობი ჩემთვის. კარგი, მოკლედ ჩვენ ვიცით რომ წიგნიდან არის გადაღებული ფილმი. ხო ასეა? წიგნიდან რომ ფილმი გადაიღო, რთულია თქვენი აზრით რეჟისორისთვის თუ არა? როგორ არა? აი მაგალითად ხო, როდესაც უცნობია სცენარი, მაშინ ადვილია გადაიღო ფილმი, იმიტომ რომ ადამიანებში უკვე არ არსებობენ ის პერსონაჟები. შენ უნდა შეთავაზო, მაგრამ როდესაც ჯერ წიგნია გამოსული და ყველას საკითხულია თითქმის ეს წიგნი, ადამიანების ცნობიერებაში, ტვინში, აბა აქეთ ყურადღებით, უკვე არსებობს სხვადასხვა პერსონაჟები, ხო? ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე ბრაზიანი პერსონაჟი ვინ არის მატილდაში? დირექტორი, კიდევ მასწავლებელი, რა ქვია მასწავლებლს? რა ქვია? ეკა ქვია? და ბრაზიანია ეკა მასწავლებელი თქვენი ასწავლით? მოდი აბა ერთად წავიკითხოთ ჩვენი ჟურნალი. და სადაც მასწავლებელზეა საუბარი. გადაშალეთ, აბა სად ლაპარაკობენ მასწავლებლები. წაიკითხავ? აბა, რა ქვია მასწავლებელს? ეკა როგორ ქვია? უმში ეკა არ ქვია. საწერია აბა მასწავლებელზე. აი აქ
წელია ქალბატონი ტრანჩბოლი, რომელიც არის ყველაზე საშიში მასწავლებელი და რომელიც რიცხუბება სულ მატილდა, სხვასია. თქვენი აზრით ტრანჩბოლი თეშები თოდაიჭირა ძლიერი ქალიბოარი. მოკლედ ბავშვებო არის ასეთი როლი ჩვენს ფილმში ქალბატონი ტრანჩბოლი, მაგრამ ასეთი ჯუმად აბა აქეთ ყურადღებით ჩვენი ჟურნალი მოგეწონათ? ხოდა ქალბატონი ტრანჩბოლის როლზე რომ აერჩიათ მსახიობი თქვენი აზრით დიდი შესარჩევი ტურები იყო? რა ქვია მსახიობის შერჩევას თუ იცით ინგლისური ლათინური სიტყვა კასტინგი, მართალია, კასტინგი რა არის ესე იგი? საერთოდ მსახიობის არჩევი. ჩვენ წელს შევდახვდით რომ თუ წიგნიდან არის ადაპტაცია და წიგნიდან იღებენ შემდეგ ფილმს, კასტინგები ძალიან დიდი ხანი გრძელდება. რატომ? გახსოვთ წელს? იმიტომ რომ ადამიანებმა ჯერ წიგნი წაიკითხეს, ხო ასეა? ანუ ძალიან კაცრად განსჯიან ადამიანები, როდესაც წიგნი მაგ წაკითხული და მე ფილმი გამოვა. მე მინდა რომ ისეთი ფილმი გამოვიდეს და მსახიობები ისეთები იყვნენ, როგორიც მე წარმომიდგენია, ხო ასეა? ამიტომ კასტინგი ძალიან დიდი ხანი მიდიოდა და შეარჩიეს თითქმის ყველა მსახიობი ისეთები არიან ამ ფილმში, ამიტომ არის დენი დევიდო ძალიან ძლიერი რეჟისორი და მსახიობი, რომ ზუსტად ისეთები არიან ფილმში, როგორც იყო წიგნში. ასე არ არის? ეხლა თქვათ, როდ დალის კიდევ სხვა ფილმები თუ იცით წიგნები. ჩარლი და ჩარლი და შოკოლადის ფაბრიკა, ხო იცით? ეს არის როდ დალის წიგნი და შემდეგ გადაღებულია ფილმი. კარგი, მეგონი დღევანდელ ფილმზეც ვისაუბრეთ კასტინგის მნიშვნელობაზე და მინდა კასტინგის მნიშვნელობაზე ერთი-ორი სიტყვა კიდევ გავაგზავნო. ბავშვებო, აქეთ ყურადღებით რა. აქეთ. გაინტერესებთ კასტინგი როგორ ხდება? ჯერ რეჟისორი კითხულობს სცენარს ან წიგნს, ჩვენ შემთხვევაში წიგნს. რა ქვია? კეთოს ტაში დავყრა ჩვენ მეგობარს, რომელსაც სურს რომ ყველა ხედავდეთ და ჩვენთან ერთად იყოს. კეთო, ძალიან დიდი მადლობა, ძალიან საყვარელი ხარ. მოგწონს აქ? ხო მოგწონს? გადაფიქრდე ჯერ, ხო? მოკლედ, კინოთეატრ ჯადოსულ ლამპაში ვიხარე რომ ესეთი საყვარელი და კარგი მეგობრები არიან ჩვენთან ერთად. მოდი ახლა კასტინგზე უცბად გეტყვით. რეჟისორი კითხულობს შოკოლადის ჭადაო. გიფარს შოკოლადის ქარხანაში მოხდებოდი? მე წავედი ერთად. ხო? ორი შოკოლადები ვნახოთ. მოკლედ, იღებს რეჟისორი წიგნს ან იღებს სცენარს, შემდეგ ირჩევს როგორ იყოს ეს ფილმი, მაგრამ ჭირდება მსახიობები. ხო? მსახიობები ვარჩიოს, თვითონ დაარჩიოს თუ ყავს ვინმე ისეთი, ვინც აარჩევს მსახიობებს. ყველაფერს თვითონ ხვალისას გადავაიყოს მსახიობი არჩევს. არჩევინოს იმას, ვინც მსახიობის შემორჩენია, ხო ასეა? ამას ინგლისურად, ლათინურად ქვია casting manager, რომელიც კითხულობს ასევე წიგნს, იღებს ამ როლებს და შემდეგ უნდა მოძებნოს მთელ მსოფლიოში ისეთი ადამიანები, ვინც გვანან, ვინცაც კარგად გამოვიდა და ვინც გავს იმ როლის შემსრულებას. ამიტომ ეს ძალიან შრომატევადი საქმეა. ბავშვებო, საერთოდ ჩვენ როდესაც ფილმს უყურებთ, წარმოიდგინეთ, ამ ფილმზე ძალიან დიდხანს მუშაობენ და ძალიან ბევრი ადამიანები. ესე არ არის უბრალოდ ფილმი გადაიღო, იქ არის კასტინგ მენეჯერები, მხატვრები არიან, რომლებიც უნდა შეარჩიონ ლოკაციები, კოსტუმის მხატვრები არიან და კოსტუმის შემკერავები, გრიმიორები არიან, მუსიკოსები არიან, ძალიან ბევრი ხალხი მუშაობს ერთ ფილმზე, მაგრამ ამ ხალხს ყველას ერთად აერთიანებს ერთი რეჟისორი, ხო ასეა? კარგი, მე აქ შევწყვეტ ჩვენს ფილმზე და ჩვენს კინოსამყაროზე საუბარს. დღეისთვის გვერი საკმარისია, უბრალოდ შევაჯამოთ. რა გავიგებთ დღეს? პირველი, ფილმი გაჩნდა 150 წლის წინ დაახლოებით, ხო? იყო შავ-თეთრი და უხმო.
მუსიკას უყურებენ, გასაგებყოფილიყო ყველაფერი და ახმოვანებენ კომენტატორები. ხო ასეა? გავიგეთ რომ არსებობს ჟანრები. ჟანრი ნიშნავს სხვადასხვა დრამას, კომედიას, საშიშს, მოსაკლავს რაღაცა მუსიკალურს და ასე შემდეგ. არის ჟანრები, ხო? ეს დაიბახსოვრეთ კარგად. აი კომედიური ფილმი, მუსიკალური ფილმი და ასე შემდეგ. კიდე რა გავიგეთ? რა გავიგეთ? რომ მატარებელი შემოვიდა პირველად ეს იყო ძმები რაღაც ეს მართალია. მართალია როცა ხარ იცი ხოლმე. მაგარი. კაია. და მოკლედ გავიგეთ რომ ფილმები ნელ-ნელა იცვლიდნენ თერებს და გახდა თერადი თლიანი სამყარო, კინოსამყარო. და შობლებს განსაკუთრებით თხოვ რომ არის საუბრობთ, იმიტომ რომ ბავშვები დაძავენ მერე თქვენ. საერთოდ ახსნე ხარ წესებს ჩვენი კინოთეატრის და შემდეგ ისევ დავახსენოთ. მოკლედ გავიგეთ ბევრი რაღაცა, უფრო ბევრი რაღაცა არსებობს კიდე და სხვადასხვა ფილმებზე სხვადასხვანაირი ჩაშლა და სპეციფიკა არსებობს, მაგალითად გლასტენებით გადაღებული ფილმები და სხვადასხვა რაღაცებს უხსნით ბავშვებს. მოკლედ დღევანდელი დღე შეჯამდა ინტერაქციული, ასე ვთქვათ. ეხლა გადაცნობთ ჩვენი კინოთეატრის წესებს უფრო მშობლების გასაგებად. ბავშვებო, ყურადღებით, ჩვენი კინოთეატრი არის პროექტი, რომლის მიზანი გახლავთ, რომ ქალაქებში სადაც არ არსებობს კინო, ამ ქალაქებში შევიტანოთ კინო და შევიტანოთ სწორად. იმიტომ რომ ძალიან ბევრი გაჯეტი გაჩნდა სამყაროში, რომლითაც ადამიანები იკმაყოფილებენ ამ კინოს თუ ნებისმიერ სხვა საკითხს მარტივად. და სინამდვილეში კინოს უფრო მეტი ძალა გააჩნია, ვიდრე ამ გაჯეტებიდან ჩანს. ჩვენი პროექტიც 8 წელია მიმდინარეობს ამ ქალაქში და პირველი პროექტი, პირველი წლები როცა გავიარეთ, პირველი 5 წლები ეს არის ერთი ციკლი 5 წლიანი, როდესაც გავიარეთ, საკმაოდ კარგი შედეგი მივიღეთ, იმიტომ რომ ბავშვებს ძალიან შეუყვარდათ კინო. წარმოვიდგინეთ, რომ ბევრი მათგანი წავიდნენ და დოკუმენტური ფესტივალზე ფილმები გაახმოვანეს და დღეს მათ კინო სწორად ესმით. და ჩვენ ძალიან ვამაყობთ ამ ყველაფერს. ამიტომ აღარ გავჩერდით ჩვენ იყო პერიოდი და საშიში პერიოდი, რომელსაც უნდა დახურულიყო კინოთეატრი, მაგრამ გიგასი და ჩემი საერთო მეგობრების ბრძოლით ჩვენ ეს პროექტი დავტოვეთ ქალაქში, რადგან თვით რომ ქალაქს კინოთეატრი ჭირდება. და მადლობა ძალიან დიდი ჩვენ ყველთვის შრომობთ. და არსებობს კანონური წესები ჩვენ კინოთეატრში, რომელიც აუცილებელია რომ დავიცვათ. პირველი წესი ჩვენს კინოთეატრში ხმაური არ შეიძლება. რატომ? კინოს ხმა აღარ იქნება. შეიძლება კიდევ ეხმაურო, მაგრამ შენ გვერდზე მჯდომი ადამიანი ძალიან მოწადინებულია, რომ ფილმს უყუროს მთელი ყურადღებით. ხო ასეა? ხელშეუში. მეორე, ჩვენს კინოთეატრში არსებობს ორნაირი კინოთეატრი. არსებობს კლასიკური კინოთეატრი ბავშვებო და არსებობს კომერციული კინოთეატრი. რა განსხვავებაა კლასიკური და კომერციული კინოთეატრის შორის? ყურადღებით, აქეთ შოკოლადის ქარხანა. რა ქვია შენ? ანდრია, შენ დღეიდან ხარ ანდრია ისე, ვთქვი მე ხო აკითხოთ და შოკოლადით გამეცადა შენ. ეს ვასა შოკოლადი. კარგი ბიჭი ხარ. და არსებობს ორნაირი კინოთეატრი, კლასიკური კინოთეატრი და არსებობს კომერციული კინოთეატრი. კლასიკურ კინოთეატრში არასოდეს არ იყიდება პოპკორნი, არ იყიდება პეპსი, არ იყიდება საჭმელები. რადგან კლასიკურ კინოთეატრში ადამიანები მოდიან მხოლოდ იმისთვის, რომ ფილმს უყურონ. და არავითარ შემთხვევაში ამუშლიან ერთმანეთს ხელს. ჩვენს კინოთეატრში არ არის მობილური ტელეფონები, რომ უნდა გაითიშოს აუცილებლად, იმიტომ რომ თქვენს გვერდზე მჯდომს შეიძლება შეუშალოთ ხელი. აი მაგალითად, როდესაც თქვენ ხელს გიშლია რამეში, ხო ბრაზდებით? ხო არ მოწყობთ, იმიტომ რომ კონცენტრირებული ხარ რაღაცის გაკეთებას და გვერდიდან ვიღაცა ხელს გიშლის. ბრაზდები ხო მაშინ? კინოთეატრიც ზუსტად ასეთია. შეიძლება თქვენ ხმაურობთ, მაგრამ თქვენ გვერდზე მჯდომი ძალიან წუხდება და ხელი ეშლება რასთავადე ფილმის საყურებლად. არის კიდევ ერთი წესი, ჩემი სახელი არის ირაკლი. მე არ ვარ თქვენი მასწავლებელი. მე პროფესიით სხვა ადამიანი ვარ. მე ძალიან დიდ პატივს ვცემ მასწავლებლებს და მგონია რომ
მე არ მექნებოდა და არ მომცა ღმერთს და ის ნიჭი რომ მასწავლებელი ყოფილიყავ ეს არის ყველაზე დიდი ნიჭიერება რაც კი დედამიწაზე გაჩენილა სხვათა შორის ძველ საბერძნეთში მასწავლებლებს ჰიმნებს უწერდნენ და დიდი რამებს უწერდნენ იმიტომ რომ მასწავლებელი იყო უმნიშვნელოვანესი კაცობრიობის ისტორია მათ გაზარდეს თაობები და გაზარდეს დიდი ადამიანები ამიტომ მასწავლებლებს შევი დიდი პატრიოტიზება უბრალოდ მე არ ვარ მასწავლებელი მე ვარ ირაკლი მსახიობი ვარ მე გული შემტკივა იმაზე რომ კინო მინდა რომ ისეთი არსებობდეს როგორც მე მიყვარს და როგორც საერთოდ საჭიროა და ამიტომ გადავწყვიტე რომ მე ვიყო თქვენი მეგობარი რომელიც კინოზე ხანდახან რაღაცებს მოგიყვებით ხოლმე და თქვენგანაც ბევრს გავიგეთ ამიტომ დღეიდან მე ვარ თქვენთვის ირაკლი მეგობარი არანაირი მასწავლებელი შევთანხმდით მეც ეცდები რომ სახელებით რომ მოგმარჯვეთ თქვენს ირაკლი დამიძახეთ ხოლმე პირდაპირ უფრო დამიხარდება კარგი არსებობს კიდევ ერთი წესი თუ იმეს რამე დაგჭირდებათ დღეს დამხმარე იქნება გიგა და გიგას მიმართავთ რომ თუ რამე დაგჭირდებათ დაშდაუბრათ გიგას რომელიც ვაწერია ამ ქალაქს ემსახურება პირობიანით და სტილებს რომ ეს პროექტი არ გაჩერდეს და მიმართავთ მას და კიდევ ერთი მთავარი წესი ყველა ეს წესი უნდა დავიცვათ გასაგებია? ძალიან კარგი. კარგი, გადავედეთ ახლა ერთ საინტერესო მომენტზე, ჩვენ გვაქვს ტრადიცია ჯანოსნურ ვამბარში და ეს ტრადიცია მდგომარეობს შემდეგში. მე დავიძახებ სად ვართ ახლა ჩვენ და თქვენ ყველამ ერთად უნდა დაიძახოთ ჯანოსნურ ვამბარში. სად ხართ? 1 2 3 სად ვართ? უფრო ხმარა სად ვართ?
ესე იგი ჩვენ ეხა გვაქვს ყურადღებით. ჩვენ გვაქვს კომპიუტერი. აი არის კომპიუტერი. შენ დაგე და წაუკითხო ყურადღებით ბავშვებო. წაუკითხო კომპიუტერს ჩვენი პერსონაჟის შესახებ. შემდეგ ეს კომპიუტერი ამას ისმენს და ზუსტად იმ ფოტოებს გამოგვიგზავნის, რაც ჩვენ გვჭირდება. დაიწყე. ისამ. იბა ხოიც მეკითხვა არის. კი, ახლა. ესე ბავშვებო, ასაკს კითხვა. პატრო კომპიუტერო. დაიწყე. ამასთან ის ძლიერი ქალი იყო. აჰა. ადრე ცნობილი ათლეტი. მისი კუნთები დღესაც თვალშისაცემია. დაგზე. მისი ამოცნობა ეფითაც კი შეიძლება. ათო ხრებით, სუქარი კრავებით, ძლიერი ხელებით, ელნებით და ძლიერი ფეხებით. ქარბატონო ტრანსბოლი, ტრანსბოლის დანახვაზე იმ წამზე ისეთი გზობა ეუბნებოდა, რომ თითქოს ის მეტანი პამოს. კარგი. სამწუხაროდ მას სახეში არ ჩანდა შვედიერების მცირე კვალიც კი. ნახეთ როგორ იყო ტრანსპორტი ბავშვო. მაგრამ ხალისი გამომეტყველება ჯეტლე შერჩება. მას ჯიუტირი კაპი ქონდა. ჯიუტირი კაპი რა? ნაგრძელები ხდება კომპიუტერში. სასტიკი პირი. ატარა და ძლიერი, გაბედული თვალები. კარგი, მოკლედ რომ თქვა, ის საკმაოდ არანორმალურ და სისხლის მოყვარულ მონადირეს უფრო გავდა. მონადირე ძაღლების ხროვის უკან მყოფს, ვიდრე დაწყებითი ძაღლების. ხო, კომპიუტერმა მანის შეურყე საკმარისია, კარგია. ფოტოები მაჩვენეთ! გამარჯობა. ეს არის კასტინგმენი. გამარჯობა. ჩვენ მოხარული ვართ, რომ ჯადოს უბანში ნამდვილი კასტინგ მენეჯერი გვეწვია. საკმაოდ პროდაგალური ფოტოები მაჩვენეთ! ეს სიზარმაცე მომაშავეთ. შენ! გადი! როგორც მივხვდი მომიწევს ისევ და ისევ ალს და ეს ამბავი ვიღაც უგულურებისთვის ხომ? და რა ვარ, სნა? კასტინგი. კი ბატონო. დიახ, მომიწევ. ესე რატომ? კასტინგის ორგანიზება მდგომარეობს იმაში, რომ სცენარში ან წიგნში არსებული და აღწერილი პერსონაჟები ვიმოოთ რეალურ ცხოვრებაში. დიახ. ესე იგი, ეს ხდება მაშინ, როდესაც წიგნი უნდა გადაიქცეს ფილმად. გასაგებია! მე ვკითხულობ სცენარს ან წიგნს, რომელიც რეჟისორმა გადმოცა და ვცდილობ, რომ ვიპოვო რეალურ ცხოვრებაში პერსონაჟები ავტორების შესაძლებლობას. გასაგებია არის თუ არა მე ყველა მსახიობს ვიცი. ვერავინ ვერ გამომეყანება. დიახ. სწორედ ამიტომ მინდა ვთქვა, რომ მე ჩემს პროფესიაში მრავალთა შორის საუკეთესო გახლავარ. მაგრამ ფოტოები ჩამიგდო. აი მე შეგვა რა თუნდა ეს ფოტოები ამ ხალხსა? მე შეგვიდი რომ ფოტოებს ვარ ეს წამ. უკაცრავ. ჩვენ მოკლედ ჩვენ სათავეში გადავაგზავნებთ ინფორმაცია და იქიდან კომპიუტერი გამოაგზავნის ფოტოებს და ჩვენ შეგვიძლია ეს ფოტოები გადავაგზავნოთ. კასტინგისთვის ტრანსპორტისთვის რო ავარჩიეთ, აი რა თქვი? კომპიუტერი გადმოაგზავნის. კომპიუტერი? მე სისხება არაფერში არ ჭირდება კომპიუტერი ხო ზარმაცებისთვისაც, ხო? ეგ არის? დიახ, კი. არ ჭირდება არაფერში
ეს რა ცირკია საერთოდ? Only you. No, it's not.
საერთოდ არ ვარ არახავ მალი თამაშობს ეს როლი. იმიტომ რომ როლის შესრულებას ამდენი სახეობი ჭირდება, სახეობა უნდა იშოვოს როლისთვის. და იმუშაოს ამ როლისთვის, ბევრი იმუშაოს. გაითავისოს როლი, რასთავარია, სამსახიობო მონაცემები უნდა გააჩნდეს, რომ როლი წარმატებით შეასრულოს. ბრავო! გასმეულები და ტალანტია რა? არა ეს გასმეულები და ბევრი მუშაობა შემიძლია? გასმეულები და მე შევძლებ სახიობობას მეკავია. მე თქვენ განახი, ბევრს ვიმუშავებ და გავხდები ნამდვილი ვარსკვლავი. საგმიდი ხარ. როგორც ხედავთ, კასტინგ მენეჯერმა ყველა გამომარცხა და დავიწყოთ ფილმი. ახლა ჯეისთან კომბატი წარმოგიდგენთ. Jersey filmis production Matilda. Everyone is born, but not Well, everyone is the same. Some Მაგრამ ყველა ერთმანეთისგან განსხვავებული იბადება. some will ზოგი learn ხასიათი to ხდება, jealous sound. ზოგი მცხოვრები, Once ზოგი they're კიდევ young, მესამთლე, every human being ზოგი კი მხოლოდ სალათების კარგი მომზადებით გამოირჩევა. და მაინც most parents believe their children are the most beautiful creatures ever to grace the და planet მაინც ყველა ადამიანი მუსიკალურია, გამოირჩევა გასათისრები ფაქტები. and express 5.5 hearts so იაჩია რომ მათშურები საუკეთესო ფილმები არიან აქ. what are you going to do? ზოგიერთი ნაკლებად ემოციური არიან აქ. ეს დროის ქუჩა თვალა. შაბზობები მეხო. გასასვლელი არ არის. და მოაწყობე მართლა. ეს არის მედიტები და ბავშვები. ჰარი, კარგი. Harry and Zinni are wrong. ჰარი და ზინა რომუდების ასამეზობლოში ცხოვრობდნენ. მაგრამ თუნდაც ისე უსიამოვნო ადამიანები იყვნენ. ჟორგითი გაურობას თქვენ იდიოტებო. The one which is so bad. რომუდები ისეთი დაკავებულები იყვნენ. საკუთარ კეთილდღეობით რომ ისიც კი არ ახსოვდათ ქალიშვილი რომ ყავდათ. მისთვის ზოგჯერ მაინც ობიექტია ცოდავდნენ მორად და აუცილებლად მიხვდებოდნენ რომ ის განსაკუთრებული გოგონაა. ხმეთოჩები მატება ნახრა ჩაიგინა. შპინაკი უნდა წამოდი არ უნდა ითამაშო. ოხეს ბავშვები, ბატკაზუკას შობია პომედრის მოსავალი მოივალო. პოლიციის ასაკში ბატკას შეეძლო საკუთარი თავის მომა. დროთა განმავლობაში კი დემონებად ჩამოუყალიბდა. Matilda had learned what most people learn in their early 30s, how to take care of herself. As time went by, მატილდას უფროსი ძმა ყოველდღე გადიოდა სკოლაში. his older brother Michael went to school. Her father went to work. მამა სამსახურში გადიოდა, სადაც მეორე მანქანებს ხიზდა სარფიაქასა. დედამისი ბინგოს თამაშები იყო დაკავებული, სუპიკა, გასკურაზია და თუკა ბოქში და დაცეცდა. მატილდა მარტო რჩებოდა სახლში და მას ეს ძალიან მოსწონდა. ბავშვი მოგწონს მატილდა.
By the time she was 4, ოთხი წლის ასაკში სახლში არსებული ყველა ჟურნალი წაკითხული ჰქონდა. ერთმანეთს მათებდა მრავლედაობა მოიგრება და მამამის თხოვა ისმას დიდი ხანია სურდა. წიგნი რა გიდა? სასაკითხად. წიგნი რატომ უნდა წაიკითხო, როცა ტელევიზორი არსებობს? ტელევიზორის ხურებით გაცნობით მეც გაიგეთ. აღარ შორტიეთ. მატილდა კი მიხვდა, რომ ის ძალიან განსხვავდებოდა მისი ოჯახის წევრებისგან და რომ ყველაფრისთვის რაც მას სჭირდებოდა, საკუთარი ძალებით უნდა მიაღწია. ხუმელში თევზია. მეორე დილას მატილდა თვითონ შეუდგა ციხის მოძიებას. უკაცრავად შემიძლია საბავშვო წიგნების ნახვა, აი იმ ოთახშია. არჩევაში ხომ არ გადახვალოთ? არა, გმაყოთ. დაიწყებული ვარ, თავს თვითონ გავართვევ. მას შემდეგ მატილდა ყოველდღე დადიოდა ბიბლიოთეკაში და წიგნებს ერთი მეორეს მიყოლებით კითხულობდა. როცა საბავშვო წიგნებს კითხვას მოვრჩა, სხვა წიგნების მოძიება დაიწყო. ერთ დღესაც ქალბატონმა ფერშსმა, რომელიც აღთქმული იყო მატილდას საქციელით, საინტერესო რამ შესთავაზა მას. შეიძლება ბიბლიოთეკის ბარათი გააკეთო და წიგნების სახლში წაიღო. რამდენიც კიდე იმდენი შეიძლება წაიღო. შესანიშნავია, მატილდას გონება განაგრძობდა განვითარებას იმ ავტორების იდეებზე, რომლებიც წიგნების ისე დატოვეს სამხატვაროში, როგორც ემი და იასვაში. წიგნები აიმედებდა მატილდას და ის ცნობდა, რომ მარტო აღარ იყო. მატილდას რამდენი მეგობრები გახდნენ წიგნები, როგორც ხედავთ ბავშვები. ეს ყველაფერი აქ დაჩნდა. ბიბლიოთეკიდან? კი, მაგრამ შენ მხოლოდ 4 წლის ხარ, 6-ის რომ იყო სკოლაში იქნებოდი. მეკითხა რომ სექტემბერში სკოლაში და თავს ვიყავ, მაგრამ შენ ხული არ მახხოვე. არა კი. მომეცი ეს წიგნი. მომეცი ეს წიგნი. მატილდა რამდენი წლისაა? 6-ის ვარ. აგვისტოში გავხდი 6 წლის. უიტყვები. სკოლაში მინდა წასვლა. მე სკოლაში რომ წავიდე, შესვლა რომ წავიდე, ამანაც ხელს მიმოაწეს. ხილულ აბარათებს გამის სკოლაზე ვერ დავვალე. ახლა კი წავიდე ტელევიზორს უყურე. Now go watch TV like a good kid. ზოგჯერ მიჩვენია რომ მატილდას რაღაც ემართება, მეჩვენება. არ გამახსენებია. Hey, Machinjo. Maybe it's a tradition. I don't know. Machinjo.